ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. ძველი რადიო დაგიბრუნდით დიტო მარინაშვილთან ერთად, როგორც ყოველთვის ამ დროს ჩვენი გადაცემის დასასრულს ამბები სპორტული ცხოვრებიდან. სალამი დიტო და ძალიან საინტერესო თემები შემოგვიერთით, ძვირფასი დრო სწრაფად გარბის, ამიტომ დავიწყოთ. ძიუდოისტები, ძმები გია და ანზორ თენაძეები, და ბატონ ანზორს უკვე 61 შეუსრულდა. კი, იანვარში შეუსრულდა. აი ახლა ხან ხო თბილისში ჩვენი ქართველი ძიუდოისტებისთვის დასრულებული ტრიუმფით ევროპირველობა, სადაც აი მხოლოდ 2 ეპიზოდზე შევაჯერებით თქვენ ყურადღებას, უბერებელი და უკვე მართლაც მეგა ლეგენდად ქცეული შავი, ეს მეცახელი ლაშა შავდათუაშვილის და აი ქართული სპორტის, არ ვიცი, უკვე ახალი მატიანის მქმნელი ეთოლი პარტელიანი, ეს უნიჭერესი და ულამაზესი გოგონა, მათი ტრიუმფი და მხოლოდ აი ამან დამწყვიტა გული რაღაც ისე წამკრა, რომ გია თენაძის, აი მათი, აი ამ ხელა წარმატების შემომქმედის სახელმა აი რაღაც ისე ირიბად გაიჟღერა და ნუ ეს ისე დეტალებისთვის ისე კი ძვირფასო მეგობრებო გაუსრებ მოვლენებს. ეხლა ვიცი რომ მავან შეიძლება ეს გადაჭარბებულ შეიძლება ბერმა არ ჩამითვალოს სწორ შეფასებად, მაგრამ აი მეთოდურად რომ მივყვებით მოვლენთა განვითარებას, თავად დარწმუნდებით და შემდგომ უკვე ამ ორი დიდებული ადამიანის ასე რადიო პორტრეტის მიწურულს თქვენთვის მომინდია ბუნებრივია ისევე როგორც ყველა გამოჩენილი და გენიალური ქართველი სპორტსმენის მოღვაწეობა და მისი ცხოვრება და მისი ყოფის შესახებ ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შეფასება, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან და თქვენი მონამორჩილი თამამად მათ შიდა ქართლის გენიოსების, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო კეცხოველის, აი სწორუპოვარ აი ამ დიდებული გენიოსების სწორუპოვარ ადგილს მივაკუთვნებთ. და თუ რატო მოდი მივყვეთ სხვა შორის ნიკო კეცხოველი ეს უდიდესი ქართული ბოტანიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ჭიდაობის დიდი მოამაგე ტყუილა და არ მიხსენები, იმიტომ რომ ის ტყუიავიდან გახდა და ძმები თენაძეებიც არიან ტყუიავის თემიდან სოფელი ფლავი, რომელიც აი უკვე სოფლიოში გვინავს. მოდი მეთოდურად მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. გია თენაძე თავის ანზორ თენაძეზე ზუსტად 3 წლით უფროსი გახლავდა. აი წლების განმავლობაში საზოგადოების ნაწილს, რომელიც ახლოს არ იცნობს მებს და არ არის ჯუდოს სამყაროში ისე კარგად ჩახედული, რატომღაც ანზორი ეგონათ უფროსი. უბრალოდ აქ ერთი რაღაც იყო, რომ ბავშვობაში ანზორი გაცილებით უფრო აქტიური იყო, უფრო ქონდა ისეთი გამორჩეული მონაცემები, მაგრამ სამწუხაროდ ხშირმა და სერიოზულმა ტრავმებმა სერიოზული როგორც სპორტსმენის კარიერის განვითარების შესაძლებლობა ანზორს არ მიცა და შეიძლება ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მიაჩნდათ უბრალოდ რომ თითქოს ანზორი გიაზე უფროსი იყო. ეხა არ შეიძლება აი ამ გენიალური ადამიანების შობლებზე არ თქვა არაფერი და ესეც ოფიციალური წყაროები, არაქართული წყაროები ძმებ თენაძეებზე ყოველთვის წერენ, რომ აი თქვა, ნუ ეხა კალკისთვის უკაცრავად და აი გია ნაზიროვიჩ ბიჭო, ეს გადავირი ეგეთი რამე ჯერ არ გამიგია, რომ კაცო ნოდარი ეს როგორი ძირძველი ქართველები არიან რა. ნაზირი ეხა მოიხსენება შიდა ქართლს აღმოსავლეთ საერთოდ ქართლშიც, კახეთშიც ხშირად უყვათ რაღაცა ზედმეტი მეცახელების და თიკუნებისის და არაფერი ხა ნაზირი ქონდა ძმები თენაძეების მამას ისე ნოდარი იყო და ნოდარის კი არ წერენ, ნაზირს წერენ, ნაზიროვიჩ ხო საიდან წამოვიდა ეს ისე რა რაღაცა უმნიშვნელო დეტალი და რა სავარია ეს დიდებული ადამიანი დედა შობელი დედა მაქსიმალურად უწყობდა შვილების ეს აი სხვა შორის ეს მინდა ნიკო აღნიშნო რომ დასავლეთ საქართველოსგან იმ ეპოქაში ყოველ შემთხვევაში ხა დღეს ცოტა შეცვლილია სიტუაცია მაშინ აღმოსავლეთ საქართველოში დედების შვილების სპორტში ჩაბმიდა განსაკუთრებით აი როცა ჭიდაობას ეხება და როცა ეს ბრგედა ეს მსხვილ ძვალა იხედავენ უწყობდნენ მაქსიმალურად ხელს არ უშლიდნენ დასავლეთს ქონდა ყოველთვის უფრო რომ ეგება აი რაღაცა შიში ასავლას მოწყდება ან მოდი იცი რაღაც მიაჩნდა ამ ხრი პირიქით ხო და თვითონ ბატონ ნაზირი ხო ან ნოდარ თენაძე იყო ქართული ჭიდაობით იყო თავად დაკავებული დიდი ტრფიალი და აი სწორედ დაიწყო ჯერ ანზორის და შემდგომ უკვე გია თენაძის კარიერა და ანზორს აი აქ მინდა ხაზი გაუსვა რომ გია თენაძის
პროფესიონალ ძიუდოისტად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ თავად როგორც აღნიშნე, ტრავმების გამო ვერ მიაღწია წარმატებას და ძმების მწვრთნელი თავიდანვე იყო სახელოვანი იოსებ ფუხაშვილი, ვინაც ამჟამადაც საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობს და ძმებს ერთ-ერთი აი ეს დიდი თვისებათაგან აქ, რომ თავისი აღმზრდელი მათ არათუ არ დაივიწყეს მის რესურსს დღემდე და საკმაოდ ნაყოფიერად იყენებენ. გია თენაძის კარიერაზე მინდა შევჩერდე და რამდენად და რაოდენ მოკრძალებული ადამიანია, რასაც ახლა გავაჩერებ, უბრალოდ გავუსრებ მოვლენებს, ბიჭო, ესო არაფერი არ არის იმაზე. ეხლა ბჭყალებში გაგებით რა არაფერზეა საუბარი. სამივე უმსხვილეს მსოფლიო შეჯიბრებაზე, ესა ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპირველობებზე სამივეზე აქ პოდიუმი გახერხებული და სეულის 88 წლის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მეტად დასანანი მარცხი ფრანგ მარკ ალექსანდრისთან რა ცოტა ისეთი მამლაყინწა ძიუდოისტი იყო ვინაც გიას ხო აი ტიპაჟია ესეთი ეხაც რაღაცებს წერს ხოლმე ისეთ ცოტა საკუთარ თავზე რბილად რო თქო გადაჭარბებული ისა წარმოდგენა და გიას მანამდე რამდენჯერ მეყავდა დამარცხებული და ეს ოლიმპიადის თემა მოიხსენება რომ რაღაც აი ეს ბურუსით არის მოწული იქ რაღაც ფსიქოლოგიური გემართება ადამიანს და ამის გარდა სოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი ევროპირველობის გუნდური გამარჯვებული 4-ჯერ იჭიდავა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში და 3 ტიტული მოიგო და ის ერთი რომელიც წააგო ისიც გამარჯვებაზე მეტი აღმოჩნდა როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარებამ ცხადყო იმიტომ რომ უნიჭიერეს ულამაზეს და სულკურთხეულ და ტრაგიკულად დაღუპულ ლერი ნაკანთან დათმო ლერი მაშინ ოდესის სახელით ჭიდაობდა და აი ამ დიდებულ ადამიანზე და ძიუდოისტზე ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ ეს შემდგომში უკვე პორტრეტს ნაკანთან დაკავშირებით და ახლაც რო ეჭიდავა და არც კი არ დაუთმო უბრალოდ ძალიან რთულია შენ ახლობელთან შენ სისთან და ხორცთან როცა ჭიდაობ ისე განეწყო როგორც სხვა ნებისმიერი მეტოქის მიმართ ძალიან რთულია ძალიან დიდ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევს ეს ქართული ფინალები რა ისეთი მომენტია როცა ალა ჭიდაობ და ბოლო ტიტული მოიპოვა 90 წელს 28 წლის იყო სულ და კარიერა დაასრულა იმიტომ რომ მაშინ უკვე 90 წელი მოხსენებად რა იყო სხვა შორის იმ პირველობაზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ეხლა უყურებდი უკვე ცოტა უკვე წლები თავისა შვება შეცვლილი ის პატარა ბიჭი გამახსენდა ის ბათო ჯიქური მაშინ ის დუშელი ბიჭი რომელიც ახლა არის ჩვენი კოჯერელი ლომის თუშას არო გურამ თუშიშვილის ჩვენი ნაკრების ეროვნული ნაკრების კაპიტნის პირადი მსვლელი და აი რამხელა ის მომგვარა იცი სადღაც გადამიყვანა იქ ეხლა დაუბრუნდეთ ძვირფასო მეგობრებო ამას აი ეხლა თავად განსაჯეთ მოდი ხო და აი ესე ასე ხდება რომ თენაძეების შექმნილი ეპოქა ტყვიავის ანუ ნიკო კეცხოველი ჭიდაობის მოსერება უდიდესი ტრფიალი და მოამაგე იყო და ძალიან დიდი დამსახურება აქვს სულკურთხეულ ნიკოს როცა აი უშუალო ჩვენთვის ჭიდაობა იმ ხარისხით და იმ მასშტაბით გაიზარდა და მეორე მხარე საერთოდ არის ხოლმე ესე რა არის ქართლში გამოთქვა დინარის ერთი მხარე და მეორე მხარეო და ფიზიკურად ასეა და ის კრადან წამოვიდნენ ხო ჩოჩი ანუ შოთა ჩოჩიშვილი კობა კურტანიძე თემურ ხუბულური ეს სოფლიოს მეორე ლეგენდების მხარეც არ ახლა ეხა იწყება მთავარი ეს კარიერული კაი ბატონო გიას ათქვამი რომ კაიო ბევრი არაფერი ნეტა ყველას მიცეს აი მსგავსი წარმატება ეხა რა ჩამოთვალეთ ახლა იწყება მთავარი რომ ხო ნუ ეს აღნიშნე რომ სოსო ბატონო იოსებ ფუხაშვილი იყო თავიდან მსნელი ნუ შემდგომ ბუნებრივია საქმეში ჩაერთო ძიუდოს პაპა ქართული ძიუდოს პაპა ლეგენდარული სულკურთხეული გურამ პაპიტაშვილი და აი დადგა 2002 წელი და არ ვიცი რა უწოდო ამას კრიზისი არ ქვია. იმედენად იყო პაპიტაშვილი გამწარებული, რომ მაშინ სხვათა შორის ისიც ფლაველი იყო, ერთადერთი ექსტრა კლასის ძიუდოისტი ყავდა შემორჩენილი შიდა ქართლს, მაშინ საუბარია გიორგი ვაზაგაშვილზე. ტატამი გაატანა სახში. ხელი მოკიდა თავისივე მოტანილ ტატანს და ბალგო აქო ძიუდო მოკვდა გორშიო რა და წაიღე სახში და ივარჯიში. რომ ვარჯიში არ შეეწყვიტა. და აი ამ წელს რა ხდება? წლების განმავლობაში ასე მართლაც ამ სიტყვის პირდაპირ, იმიტომ რომ ამას მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის უკეთილშობილესი ადამიანები, ძმები, აი კაპი ნაგროვი, გარკვეული დანაზოქით, ხსნიან ძიუდოს დარბაზს, რამაც გამოიწვია მაშინდელი საზოგადოების
ქილიკით და ზურგს უკან აგრე კაიო ბიჭო თუო ნუ ეს ჯერ კიდევ სპირტის ბიზნესი კიდე უკვე ისეთი მძლავრი აღარ არის მაგრამ კიდე მუშაობს 2002-ია ნუ სპირტის და ვაშლის ბიზნეს თუ არ უნდათო ბიჭო ესენი ვერ არიანო კაცო რესტორანი მაინც გაიხსნა თუ ლუკმაპური ექნებოდა თუ ეხა გორში რესტორანი ყოველთვის მუშაობს დარბაზი გააკეთეს ბოლო კაპიკით კობა კურდანიძის სახელობის ძიუდოს სკოლა უწოდეს და აი სადაც დღეს სხვათა შორის აი მთავარი მსმელი იოსებ ფუხაშვილია და აქედან დაიწყო. ნუ არ ვიცი ხა, წეღან ხო ახსენე, ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი. ნუ ეხა ამათ ტიტულები ცალ-ცალკე პორტრეტებს და გადაცემებში ირდება. ბექა ღვინიაშვილი, ეხა აზერბაიჯანის სახელით გამოდის წლებია ჩვენებური ის არის კაცო. შიდა ქართელია, უშანგი უტა ხო უტა უშანგი კოკაური ნუგზარ ტატალაშვილი ნუ ეხა ამათ უკვე ვეღარ ჩამოთვლი უკვე ეს არის ცალკე შექმნილი ეპოქა შემდგომ უკვე გორში იქმნება გურამ ბაბიდაშვილის სახელობის საჭიდაო სახელმწიფო დარბაზი რომლის დირექტორი ანუ დღეს ოფიციალურად ასაჯღებს ბაბიდაშვილის სახელობის სპორტის სააგენტოს გენერალური მენეჯერი ანუ რეალურად ფაქტობრივად დირექტორი ბატონი ანზორ თენაძე გახლავთ მაგრამ ახლა იწყება ნამდვილი თავდავიწყება 2010 წლიდან. წარმოგიდგენია, ჯერ ამ ადამიანებმა რა შექმნეს და რა მაგალითი მიცეს. და ჯერ არა მარტო გორელებისთვის, საერთოდ მოდი იცი, გინდა აღმოსავლეთი, გინდა დასავლეთ საქართველოს იმ ხანად მით უფრო ეს იმდენად რომ არაფერი ბოლო კაპიკს დებსაც ჯოთოს დარბაზში როცა მართლა სერიოზული ბიზნესი შეიძლება გააკეთო რა ეს როგორ ის ბოლო კაპიკი და რისკის ფაქტორი მაგრამ რისკზე არ ფიქრობდნენ იმიტომ რომ ესენი სხვანაირი ქართველები არიან ბიჭო ამათ სხვანაირი სული აქვს ორივე ძმა ჩამოყალიბებული და 2010 წლიდან გია თენაძე სათავეში უდგას ძმასთან ერთად და იწყებს ქალთა ძიუდოს განვითარებას 30-მდე გოგონას მოუყარა თავიდან თავი. ეხა მაშინ ვინ გაუშვებდა ხო როგორი ეხა ძიუდოისტი გოგონა არ ვიცი ეხა ეს სტერეოტიპები საბნიოროდ ინკრება. ყველა დარწმუნდა იმაში რომ ძიუდო ქალს არ ამახინჯებს პირიქით. ესთეტიურადაც განვითარებას ხელს უწყობს. სულიერად და მორალურად ხო აპარაკი ზედმეტია და ცხოვრების ჯანსაღი წესი და საზოგადოების მიმართაც მათი დამოკიდებულება როგორი მოკრძალებულები როგორი მანანები როგორი მშვენიერები არიან და აი საერთოდ ნუ ეხა ეს კიდე ცალკე თემა და პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ქალი ეს კარგად ცნობილი ნინო ოძელაშვილი უბრალოდ სამბოში იყო ნინო გადასული ნუ ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი მსოფლიოზე 7 პოდიუმი ევროპირველობაზე 11 პოდიუმი და რაღაც ასეული მაგრამ ის ფენომენი რაც ეთოლი ბარტელიანმა შექმნა ამაზე შეიძლება გაუთავებლად და განუზომლად ილაპარაკო ხო ეხა უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია მათ შორის ერთი გუნდური აქვს და ეს გუნდურიც არავინ იფიქროს რომ ესე მარტივად ხდება ევროპირველობაზე 3 გუნდური ოქრო აქვს მოპოვებული და წლეულს აი თბილისში უკვე პირად პირველობაზე ულამაზესი გდებები ჭიდაობით მოიპოვა ევროპირველობის ტიტული. ეს ყველაფერი ხდება სულ რაღაც 26 წლის ასაკში და რა მინდა აღვნიშნო რომ არც ერთი მათგანი არ იფიქროს ვინმე რომ აი გიას ვიღაცა მოუყვანა გაზრდილის 10 წლის ასაკიდან მოდიოდა. ნაწარმოის სულ პატარა ემხელა ბავშვი. და აი ამ ყველაფერს ქმნიდა გია თენაძე. რომელიც დღეს უკვე წლებია არის ოფიციალურად საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჯუდოისტ ეროვნული ნაკრები, მაგრამ ის გაცილებით მეტია ეს როგორ შეიძლება მარტო რომელიმე თანამდებობით განსაზღვრო. ახლა რა ხდება თუ გაინტერესებთ 500-ზე მეტი გოგონაა ჩართული და ქალთა ჯუდომ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რეგიონი მოიცვა. ეს დღევანდელ მით უმეტეს ამ თაობის და გარკვეულ აი ჯანსაღწესთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების ფონზე რაოდენ მნიშვნელოვანია. და მოიცოდა თან როგორია გიასთან მუშაობაზე მოკლედ ვიტყვი. ის არასოდეს არ არის კმაყოფილი. ოღონდ ამას არ ამჟღავნებს. მის სახეზე ვერასოდეს ვერ ნახავ გამოხატულ დიდ ემოციას. მისთვის აი ეს წარმატება, ტიტული, ოდნავ ღიმილი გაკრთება ბაგეზე, მაქსიმუმ 2 დღე დაასვენოს, მესამე დღეს აშჯერ მეტად ითხოვს და ტვირთავს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ვინდა გია მუწყის რომ ტიტულის მოპოვებაზე აშჯერ უფრო რთული მისი შენარჩუნებაა. დიახ. ის მეგა პროფესიონალია. ის როგორც პირადი მაგალითები და იმდენად თბილია ურთიერთობაში, რომ ეს გოგონები მისზე და არავინ არ მსმენია, რომელიმე ჯუდოისტი ან სამბისტი, თუნდაც მერე რო სამბოში გადავიდა, მნიშვნელობა არა, ვისაც ჰქონდა შემხებლობა სპორტული კუთხით გია თენაძესთან, გოგონებს გულისხმობ, რომ ქონოდა რაიმე არათუ პრობლემა, რაიმე აი დისკომფორტი ექს. პირიქით, ერთი სიამოვნებაა გიასთან მუშაობა.
ყოველდღე რაღაცა სწავლობ როგორ სტატამზე ასევე მის მიღმა სწავლობ ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ იმას ისიც მინდა ხო აი რო აღნიშნე გუნდური შეჯიბრებები და ბევრს რაღაც რატომღაც არ ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას და ალბათ მიკურს და გული მწყდება იმიტომ რომ როგორი მომენტია უკვე წლებია რაც ძიუდო საერთაშორისო ფედერაციამ გუნდური შეჯიბრებები როგორც ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს და ევროპაზე ეგრეთ წოდებული მიქსი ანუ რა არის გაერთიანებული ქალთა და ვაჟთა გუნდი 6 ორთაბრძოლა იმართება მაქსიმუმ ნუ მე-7 თუ დამატებითი საჭირო გახდა მოკლედ გუნდში 3 ქალი 3 ვაჟი იქ თუნდაც ქალის ერთ მოგებულმა ორთაბრძოლამ შეიძლება და ასე ისე აგვიხდა ყველაფერი კარგი ბევრჯერ გადაგვიწყვიდა ჩვენ სასარგებლო ტიტულის ბეთი და ეხა თავად განსაჯედა რაოდენ მნიშვნელოვანია უშუალოდ სპორტული კუთხით გუნდურ შეჯიბრებაში ქალთა მომზადება უკვე 500-ზე მეტი ეს აღნიშნე და არ შეიძლება კიდე არ შევეხო რომ აი თავისი იცი არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო იმიტომ რომ გეა აბსოლუტურად ახალგაზრდა მაგრამ აი ხა გვერდით ვინც ხავს იმდენად კეთილშობილი ადამიანი აბსოლუტურად სამყაროსთვის უცნობი ადამიანი გაზარდა ეს არის ამჟამად გია თენაძის თანაშემწე ეს არის ეროვნული ნაკრების მთავარი მცველის თანაშემწე კახა მოცრაძე და სანამ ეხა ბატონ კახას გავიჩნობ ბიჭო გამიკვირდა რაღაცა არ მომცნაურე მეთქი რაღაც შიდა ქართელს არ გავსო და ღიმილით მითხრეს რომ არაო ბიჭო ეგო ჭიათურელიაო და გურუმ მოიყვანაო ქართული ძიუდოს გურამ მოდებაც ლეგენდა და აი თავისივე თვისტომელი და ჭიათურელი და კახა ჩამოყალიბდა მეგა და ეს ყველაფერი გია თენაძის ხელში ანზორი გვიან დაოჯახდა ცოტა და ახლა ქალვაჟი ყავს ორივე დასაოჯახებელი ჯერ ნუ გიას უკვე ოჯახის მხრივ უკვე ქალვაჟი და 5 შვილიშვილი და უფროსი შვილიშვილთაგან ტატო ახლა 15 წლის არის და წურავენ ძიუდოთი მაგრამ თვითონ უნდა მაგრამ ეხა ეს პატარებიც რაც არის გოგონებს ბინშვილობა არა ესენი გოგონები წავლენ ქალთა ძიუდოში ბიჭები იმეზე რომ ეს არა ეს სხვათა შორის აი ეს ყველაფერი რომ გავაჟღერი მე მინდა ძალიან დიდი მადლიერებით აღნიშნო ჩვენი კოლეგა შიდა ქართელი ვასიკო ბალახაძე და აი ძალიან კარგი ის ქონდა თავის დროზე ესე ხეჭეჭური დაარქვა ზუსტად ამ დიდებული ადამიანების მოღვაწეობას ეს რა თქმა უნდა ხეჭეჭურზე მეტი ხეჭეჭურზე გამახსენე მართალია თენაძეების უნიკალური ვაზი აქვს უიმე გია ეს ხო ქართული სულია ბატონ გიას ეგ არის სხვათა შორის მე ეხა თავს ვერ დავდე შეიძლება სხვასაც კონდეს მაგრამ როგორც წესი ხო შიდა ქართლში ხო უმეტესად ნუ გორი ავიღოთ გორი ქარელის არის პრიორიტეტი ეს არის ბუნებრივია გორული მწვანე ეს შინოური ჩინურს რო ვეძახით და ნუ იგი დირბულა რაღაცის მაგრამ ეს თვითონ ხო საკუთარი ხელით ამას რაღაც საოცრებებს აყენებს და ასევე ძალიან დიდ პატივს სცემს კახურჯიშებს და მამა ხო ქართული ვაზის მამა კაცინთელი სხვათა შორის ბატონ გიას ვერახი საკმაოდ მოიძიება და აი რაც კი ჯერ სადა აქვს თავისუფალი დრო მაგრამ ამას შვილივით ევლება და ზრდის აი ამხრი არ ვიცი ნუ ასეთი ადამიანები არიან და ღმერთო რა შეიძლება უსურვოთ რომ თავარი ალბათ რომ რატო იცი აი დიდი გულისყრომით კი არა გულდაწყვეტილი რომ ამ ადამიანებზე რამდენი დოკუმენტური ფილმი უნდა გააკეთო უნდა დაწერო წიგნი რომ ეს თაობები უნდა გაზარდო იმიტომ რომ ამაზე ნათელი მაგალითი არ ვიცი აი მართლა ალალად ვერ წარმომიდგენია რომ შეიძლება კონდეს რომ ყველაზე უმძიმეს პერიოდში რაც აი მართლა უპრეცედენტო მოვლენა ადამიანებმა გარისკეს წვრილშვილის ქონე გარისკეს და ძიუდოს დარბაზი შექმნეს რა და მე რა აღზარდეს და როგორ იმუშავეს არ ვიცი მიულოცოთ რა ბატონ გიას ხვალ დაბადების დღეა ის სულ რაღაც 64 წლის ხდება რა ვიცი რა უსურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა ღერძელობა აი მრავალი ჯერ კიდევ რამდენ უნიჭიერეს სპორტსმენს გაზრდის რამდენ ძიუდოის გამოავლეს ამ ქალთა ძიუდოში არ ვიცი ეს და არ ვიცი რა ღმერთო რომ არ ვიცი ღმერთო მარად გვიცოცხლე გვიხარე და აი კიდე ერთხელ უსვავ ხას უაღრესად მოკრძალებული ადამიანები არიან. თავის თავზე სიტყვას ვერ დააცდევინ. იმიტომ რომ არცედი აი რო თქვი რომ აზორი უფროსი გონია თუ 3 წლით პატარა. არა ბიჭო ყველაფერზე შეიძლება აი პროფესიული კუთხი მშვიდად წყნარად გესაუბრო. ზოგან თავის თავზე და არა. ხო გითხარი ისიც კი ეხამუშა რომ არა მე რა მიღწევები მქონდა რა სასწაული მიღწევები ჩამოთვალე გავიგე ყველა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. თუმცა იმ ოლიმპიადასა ძალიან ახლოს იყო მაგრამ ის რაც მიაღწია ცოტაა აი ამ ერთი პატარა ქვეყნის ერთი სპორტსმენისთვის ეს მიღწევები ნუ ცოტაა. ღერძელობა და წარმატებები ჩემო
ოქროს ძმებო. ძმებო თენაძეებო. გილოცავთ. რა ვიცი, სიცოცხლეშივე უნდა დაუდგა ამ ხალხს ზეგლი წესით რა. წესი და მართლა გორის ცენტრში აი იმ დარბაზის წინ უნდა დაუდგა კაცმა ზეგლი და ეს მე მგონი გადაჭარბებული არ არის. და რაც შეეხება კიდევ იუბილარს ვალერი ლომაძე გუშინ შეუსრულდა 87 წელი და რა გონია 67 წლის ბიჭებით არის რა 67 და რამდენს მუშაობს და შრომობს არ მკითხო ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამსახურში უხუცესი კალათბურთელი ცოცხლები უხუცესი არის გეტყვი მე მეორეა იმიტომ რომ 93 ზაფხულში ხდება ივლისში ეს არის გურამაბაშიძე აი მაშინ განთქმული ის სხვა შორის ძალიან დიდ კალათბურთელებში გადიოდა ნუ იმაზე თვითონ ქალაქის ნუ ეს სხვა შორის ამაზე მერე ვილაპარაკებთ და ბატონი ვალერი დავიწყოთ ზე ინტელიგენტი უაღრესად განათლებული ადამიანი 24 საშუალო სკოლა დაამთავრა ვერცხლის მედალზე. ეს უკვე მიშა იმ ეპოქაში 24 რას ნიშნავს რომ უკვე ხო საოცარის თამაში პიონერთა სასახლეში დაიწყო თამარ გეგელაშვილთან და შემდგომ უკვე ძიამიშამ დაადგა თვალი ლეგენდარულმა მიხეილ გეგელიძემ, მიშა გეგელიძემ და განათლების განყოფილების გუნდში ეგრეთ წოდებულ ტონოში გადაიყვანა და აი აქედან იწყება აბარებს სხვათა შორის არა მიუხედავად იმისა რომ თავისუფლად შეეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარების შეღება არჩია რაგიღა თავისი ბუნებრივი მონაცემები ჰქონდა და გული უწევდა სამშენებლო ფაკულტეტი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპის და აი იმ გუნდში ხდება ზუსტად მაშინ სპის გუნდს თავდაპირველად ერქვა თბილისის ბურევესნიკი და პირველივე თამაში მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება კერძოდ რა ეთამაშებოდა ბურევესნიკი ჟალგირის უპირობო ფავორიტი იყო და აქ კაუნასელთა ლიდერი კაზის პეტკევიჩოსი ჩაკეტა ისე რომ ხელი არ გაანძრევინა და პირდაღებულები პირველივე თამაში ხდება მაშინ ჟალგირისი უკვე ჟალგირისი ნელა ღონეს კრეფავდა ნუ და აი ეს თამაში ჩვენთვის დადებით 1961 წელს მიუხედავად იმის რომ ჯერ თბილისის დინამოში არ არის ნახე რა მიღწევა საბჭოთა კავშირის კალათბურთის იმჟამინდელი ფედერაცია, ანუ განყოფილება ერქვა, ასახელებს საბჭოთა კავშირის 20 სეზონის 25 საუკეთესო კალათბურთელს შორის. არა თბილისის დინამოს წევს, იმიტომ რომ თბილისის დინამოს ოქროს ხანა უდგა და ამ მეგავარსკვლავებით გაძეძგილი, ხო? ნუ ეს და სად არ გაუმართლა რომ უხმეს დინამოში 62 წელს, ოღონდ მას შემდეგ რაც დინამომ ჩემპიონთა თასი აიღო და ამიტომ არ მოუწია თამაში, მაგრამ სამაგიეროდ მომდევნო წელს 1963 წელს დინამო ხო როგორც ტიტულის მფლობელი კვლავ გამოდიოდა მთავარ ტურნირზე ჩემპიონთა თასზე აქ მილანში სიმენტალთან, ნუ მაშინ ეს იტალიური გრანდი იყო ორივე თამაში ზადაბულძოლის თბილისში 5 გულით მილანში 6 გულით მოვიგეთ გავედით ნახევარფინალში და ძალიან ისე დანანებით იხსენებს რომ მილანშიო რესტორანშიო ის მოგვიახლოვდაო ერთ ქალბატონიო ხანში შესულიო ძალიან ნუ ისე უკვე აწლებს მიტანებულიო და ნენა გურული თუ არის ვინმეო და კიო მე ვარო იმიტომ რომ წარმომავლობით ლანჩხუთელია თვითონ და ხო და მეო ჩვენო ემიგრანტები ვართო კარგი ხანიაო და რაღაც აქ მუშაობ რესტორანშიო რაღაც ხო იმაზე და სონია დუმბაძე და მოდიო მატჩის შემდეგო მთელი გუნდიო და ჩემ ხაჭაპურზე დაპატიჟა ვერ მივიდე იმ კგბ-ს ხელში სად ემიგრანტთან ვინ გაგიშვებს საკმაოდ 66 წელში ისევ ძიამიშამ თხოვა ბურევესნიკი გავარნილი იყო რომ ბიჭო უნდა მიშველო დაბრუნდიო რა დინამოში ადგილი ჰქონდა там ხდებოდა განაცხადში მოედანზეს მაგრამ მაინც არჩია ბურევესნიკი იმიტომ რომ მიშა გეგელიძე იმ ხელა პიროვნება იყო რომ იცი რა როცა შენ მას მის მადლიერების და იმის ხრო გზნობ რომ რაღაც ვალდებული ხარ მორალურად უარს ვერ ეთქვი დაბრუნდა ბურევესნიკში და იმ სეზონშივე გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნდა არა, იმიტომ რომ მაშინ 12 გუნდაში ბურევესნიკის დაბრუნება უმაღლეს ლიგაში სასაული. ძალიან ადრე 69 წელს დაამთავრა კარიერა და ამის შემდეგ იწყება აი მართლა საოცარი რაღაც
მეორე მხარე ბატონი ვალერი ლომაძის მოღვაწეობის 27 წელი მთლიანობაში დახო სპორტის მატერიალური ბაზის განვითარებას მოახმარა და სპორტ კომიტეტთან არსებული სასპორტო ნაგებობათა სამმართველოს უფროსი უსერიოზული წამდებობა სხვა მავანი რომ პირად ცხოვრებას მოიწყობდა და აგარაგზე და ყველაფერს ამ ადამიანის პირადი ძალისხმევით მარტო სხვათა შორის აი ლანჩხუთში ხო სანდრო გლურჯიძემ თხოვა მაშინ ჩაერთო ეს ცნობილი კალათბურთელი იყო რომ გურიის სტადიონზე ყურადღება გვინდა გურიის სტადიონის მშენებლობა რომ დაიწყეს ეს უნიკალური პროექტი პირველი საფეხბურთო არენა 22000-იანი საბჭოთა კავშირში ეს ადრეც აღნიშნეთ რომ პირველი ლანჩხუთი იყო რომელმაც კლასიკური ანუ იმ სარბენი ბილიკების გარეშე კლასიკური საფეხბურთო არენა შექმნა 8 სამინისტრო ჩართო 8 სამინისტრო ჩართო ამის გარდა ვაკეში ჯიუდოს დარბაზი, ძლეოსნობის მანეჟი 70 ადგილიანი საცხოვრებლით, მერენოდარ ჯორჯიკიას თხოვა მაშინ ჯაჯუევის სერიოზული თანამდებობა ჰქონდა ზევით სეკაში და ვაჟებში ფიზკულტურის ინსტიტუტში 3 დარბაზიანი საერთო საცხოვრებელი, თანაც ერთ-ერთი დარბაზი უშუალოდ კალათბურთის სრული სტანდარტით იყო წარმოგიდგენია რა ამხელა ეს არის მცირე მე ყველაზე მსხვილი ჩამოთვალე თორე ეხა რაც ამ გენიალურ ადამიანს აქვს შექმნილი ხო იმას ეხა მართლა დილამდე ვერ ჩამოთვლი 27 წლის მანძილზე ხდება აი ნახე როგორი კატეგორია რომ სახში არ მიაქვს საქმეს ბიჭო საქმეს ახმარენ ეს სხვა თაობა და სხვა კატეგორია 10 წლის განმავლობაში იყო სხვათა შორის შემდგომ სპორტის სასახლის დირექტორი და აი მისთვის ყველაზე მტკივნეული და ისეთი თემაა რომ ჯობია არ დაელაპარაკო რა. თორე კაცმა შეიძლება ნუ საბჭოთა კავშირის და საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, სპორტის რაინდი ყველაფერი და ახლა როგორი უნდა ნახო, როგორი შემართებით და აქტიურად იღწვის საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის პრეზიდენტი გახლავთ რა. ხო ამბობ და აი და ცოცხალი მატეიანი უწოდებენ ხოლმე ცოცხალი ენციკლოპედია ქართული კალათბურთის. აი ყოველგვარი იმის რაიმე დავთარის და იმის გარეშე მომენტალურად ტვინი აძლევს ინფორმაციას. ეს ყველაფერი 97 წლის ასაკში და ბოლოს აუცილებლად თქვათ ხო შთამომავლობაზე ეს არის 2 შვილის, 7 შვილისა და 1 შვილთა შვილის პატრონი. ნუ სამწუხაროდ ეხა კალათბურთს მხოლოდ აი ერთ-ერთი შვილი მიყებოდა მცირე ხნით და მე თვითონ ბაბუ ამურჩია რომ რაღაც შენო არ ახარო ისეთი დამოკიდებულებითო და ისქნა და ეხა ეს შვილთა შვილის ეიმედება რომ ამას გაზდის 3 წლის არის ჯერ ალექსანდრე ვენაცვალე ეს აი ვალერი ლომაძე ნუ 87 წლის კაცი რა საოცრება რა არ ვიცი ღმერთო ამის განათლება ამის ინტელექტი ამის შემართება ამის ნიჭი და რას თავარია მისი დამსახურება აი რო იტყვია რა მისი წყალი გადაგვსმოდესო რა მიულოცოთ ბატონ ვალერის და მარა დღეგრძელობა უსურო და გვაქვს ჩვენ დრო ალი მოკლედ იმიტომ რომ ჩვენ გქონდა სასახლე 65 წლის შესრულდა სადიხ აი ეს საიუბილეო თარიღი და ძალიან მისმინდა რა მოკლედ აღარ შევეხები რა იმას იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი უნდა ითქვას ბევრი უნდა დაიწეროს ბევრი რატომღაც არ ვიცი დუმს ეს საზოგადოება ეხა ესე გულმავიწყი გახდა ყველა რომ სწორედ სპორტის სასახლე გახდა ის ბოლო წვეთი ჯერ ფილარმონიის დიდი საკონცერტო მშენებარე დარბაზის ხილვის ასევე პიონერთა სასახლის ხილვის და სპორტის სასახლის ხრუშჩოვის ვიზის და ის იქნა დადგენილება მიღებული რომ თლიანად არაფერი ოფიციალური გენოციდს გვიწყობდა საერთოდ აბსოლუტურად ყველა ვისაც ჰქონდა პასპორტში ქართველი ეროვნება ყველას თელი ოჯახებიან ქალიან კაციან დიდიან პატარიანად შუა აზიაში გადასახლება და იქ ბუნებრივია ჩვენ რომ დამთავრდებოდით ეს მე მგონი 2x2 დონეზეა და ამას დიდი ის არ ჭირდება და მე ნუ ვინდა რამ გადაგვარჩინა ნუ ეს ცალკე გადაცემის თემაა და ეხლა არ მინდა მაგაზე გაჩერება და აღნიშნოთ რომ სპორტის სასახლის მშენებლობა საიდან ეხლა დაიწყო 1957 წელს და ოფიციალურად გაიხსნა 61 წლის 12 მაისს ის გენიალური ადამიანები რომელსაც ამას შექმნეს ეს იყო
უპირატესად ეს ლადო ალექსი მესხიშვილი, მთავარი არქიტექტორი და მასთან ერთად არანაკლებ იური კასრაძე და თემო ჯაფარიძე. ლადო ალექსი მესხიშვილი გახლავთ ლანა ღოღობერიძის მეუღლე და მისი მამა შალვა მესხიშვილი, ეს განათლებულმა საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, იყო 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატი და ამავდროულად მთავრობის წევრი და შემდგომ ვექილი, ვინაც უკვე 30-იან წლებში აჭარლები ესე იგი თურქებთან ჯაშუშობაში ბრალდებისგან დაიცვა წარმატებულად, თორე იქ ალო გაილეწებოდა კიდე. ეს ალგე ძალიან მტკივნეული და ისეთი თემა და ძალიან დიდი როლი ითამაშა ეს ლადოს მამამ. აქ რა ხალხი იხრის თავს. ლადო ალექსი მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და ასევე არანაკლებ კონსტრუქტორი დავით საჯაია, ვინაც გუმბათის უნიკალური კონსტრუქცია შექმნა, რომელიც ქართული არქიტექტურისა და საინჟინრო ხელოვნების ბრწყინვალენი მუშათა. აი მაშინ არ იყო ეს მეგაპოლისები იმდენად ევროპაში, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ევროპელებმა იმ ხანად, აი ზუსტად 61 წელზეა ლაპარაკი, თბილისის სპორტის სასახლე 10 ყველაზე დიდ ნაგებობაში შეიყვანეს ევროპაში. წარმოგიდგენია რა მიღწევაზეა და მიუხედავად რა წინააღმდეგობები გააწყდათ, რომ ქვევით უნდა ჩასულიყო, რომ ზევით არ მოგცემდნენ შენ, აი ისე როგორც ეგრეთ წოდებული ტაუერის პრინციპით შექმნას, ყველაფერი ქვევით უნდა წასულიყო, რომ ყველა და ყველაფერი დატეულიყო. ტევადობა ქონდა 10500 კაცი. 10500, ეს 500 იყო სამთავრობო ლოჟისის და სუფთად იტევდა 10000 კაც. მე რა ხდება, ხო? ნუ აი ეს რაც ოფიციალურად არის გაცხადებული და მე შევიკავე პირადი ყოველგვარი შეფასებისგან, რაც ოფიციალურად არის 2005 წელს მუნიციპალური ხელისუფლების უბასხუისგებლო ქმედებისა და ანგარებიანი ჩარევის შედეგად სამუდამოდ დაიკარგა სასახლის გარემომცველი სივრცეები, უხარისხო ქაოტური განაშენიანებით გარშემოტყმული სასახლე პრაქტიკულად აღარ ჩანს და ის ევროსარბიელის უმსხვილესი ტურნირებისთვის და ასევე მსოფლიო გამოუსადეგარი გახდა. კერძოდ საპარკინგე ზოლი გამორიცხულია, გარე ფასადი თავისი უამრავი მნიშვნელოვანი დეტალით. მართალია არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქვეყნის უმაღლესი პირებიდან გაჟღერდა, რომ აი სპორტის სასახლის სივრცის კეთილმოწყობა გვინდა, არ ვიცი ღმერთმა ქნას, მაგრამ აი ფიზიკურად ეს როგორ უნდა განხორციელდეს, არავინ არ იცის. არავინ არ იცის. ეხა იმ კორპუსებს ხო ვერაფერს ვერ უზავს სამწუხაროდ, ხო? ისე შეიძლება რაღაცა ისე თქვა, რომ მე რომ ეხა ვიყო ხო სიტყვაზე ხელისუფლების პირველი პერიოდი, ბიჭო, ხო შეიძლება რაღაც ბოროტულად ჭერდეს, გამოვყრეთ და იმ კორპუსებს ავიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ისე ხატოვნად, ეს განუხორციელებადი, მაგრამ არის სპორტის სასახლის დაკარგვა, ეს იყო აი იმ ხანად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც შეიძლება გაუკეთოს აკვდა ხალხს და ქვეყანას და ვინც ეს გააკეთა, ხო? არ ვიცი, ისე მინდა, რომ არ ვიცი, აი ერთ-ერთი ჩემი ოცნებაა, რომ აი ვაჟბატონს და იმ ჯგუფს სათანადოდ აგებინონ პასუხი და აზღვევინონ. ისე კი არა, ესე ეგრეთ წოდებულ ლაით ვარ, არა, ის სათანადოდ. იმიტომ რომ ამა კიდე ერთხელ ვამბობ, ყველაფერს რო თავი დაანებო. ჩვენ არც ერთ ჩვენთაგანი აქ საერთოდ არ იქნებოდა და არ იშდებოდა. ჩვენ გვასახლებდა ეს ნიკიტა მიკიტანი. დედაბუდიანად გვასახლებდა. და გვასახლებდა ბოლოს, სწორედ კიდე ერთხელ ვამბობ, ბოლო იყო ის წვეთი, როცა იხილა თბილისის სპორტის სასახლე, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა. და არ ვიცი, მრავალ წერტილით უნდა დაამთავროთ, რა ბედი ეწევა სპორტის სასახლეს, ეს სამწუხაროდ არავინ იცის. ამ ეტაპზე იმ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც აქვს სოფლიოს სხვადასხვა სპორტის სახეობების ფედერაციებს, ნებისმიერი სახეობა დაწყებული, ყმადაღებული, კალათბურთი, ფრენბურთი და ასე შემდეგ. აი ეს ჩამონათვალი ჩვენთვის განხორციელებადია, ასე ამ ეტაპზე ასეა და სამწუხაროდ ჩვენ უმაღლესი, უმსხვილესი ტურნირების მასმეძლობის უფლების მოპოვება უკვე. ამიტომ გადავინაცვლეთ ზევით, მაღლივთ. მაგრამ სპორტის სასახლე და ისიც აღნიშნოთ, რომ ესეც სხვათა შორის მაშინ ცოტა საკამათო და ის გახდა, ნუ ეს აქ მე არანაირი იმას, რა თქმა უნდა, 2001 წელს ლეგენდარული ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის ოლიმპიური და მსოფლიო სამგზის ჩემპიონ გივი კარტოზიას სახელი ეწოდა. ნუ ხო, აი ეს ხო, ნუ ის მომენტი გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე და დღეს სხვათა შორის ატომას კარტოზიასაც არ ხმარობენ და პირდაპირ ასე წერენ თბილისის ძველი სპორტის სასახლე. სულ ძველი და ახალი ბავშვდება ხოლმე. აი ასე გაირბინა ჩვენმა გადაცემამ, ძვირფასო მეგობრებო, რა ვიცი.
აი მაინც იცი ხო იცი აი წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო რა გიღა ქვეყნის აი უმაღლესი პირებიდან იქნა გაჟღერებული თუნდაც ერთხელ მაგრამ მაინც იქნა რომ აი გვინდა სპორტის სასახლის სივრცის კეთილმოწყობა და შეუნარჩუნოთ ქვეყანას ქალაქს ეს ზეისტორიული ნაგებობა მერთმაკნას ეგება და რაიმე სასწაული მოხდა. მადლობა დიმიტრი. ძალიან დიდი მადლობა და ამით დავასრულოთ დღეს ძველი რადიო დროებით გემშვიდობებათ და სასიამოვნო შაბათკვირის გატარებას გისურვებთ და რაც შეეხება სამშაბათ დღეს 26 მაისი ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეს ეროვნული დღესასწაული. მადლობა დროებით. წარმატებები და ღერძელობა გალბანურებოდა ბატონო.